საქართველოში ბოლო პერიოდში აქტუალურია თემა საზოგადოებაში და მათ შორის პოლიტიკურ წრეებში არაბული ინვესტიციების საკითხთან მიმართებით. ეს არის ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ხასიათის პროექტი თუ ეგრეთ წოდებული არაბიზაციის საფრთხე. გამარჯობა, ეს არის პოლიტიკის ეკოს პლატფორმა და ჩვენ დღეს სწორედ ამ Eagle Hills-ის ინვესტიციის შესახებ ვისაუბრებთ და ვეცდებით გავაანალიზოთ როგორც ის ნიუანსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას რაღაც პოზიტიურ მომავალს უქადდის, ასევე მისგან მომდინარე საფრთხეები, როგორც ამას საუბრობენ გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები თუ პოლიტიკური წრეები. პირველ რიგში სანამ საკითხის განხილვაზე გადავართ, მინდა მოგიწოდოთ თქვენ, ჩემო გამომწერებო და მსმენელებო, რომ თუ მოგწონთ გავსი ტიპის კონტენტი, გამოგვიწერეთ და ხარით დაგვიჭირეთ ჩვენი არხის განვითარებაში. მოკლედ Eagle Hills-ი ეს არის არაბული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებულ საამიროებში. ეს არის დიდი ემარი კომპანიის შვილობილი კომპანია და მისი დამფუძნებელია მუჰამედ ალაბარი. ზოგადად Eagle Hills-ი 15 ქვეყანაში ახორციელებს დაახლოებით გავსი ტიპის პროექტს. მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებშიც იქნება ეს სერბეთი, ხორვატია თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჯერჯერობით პროექტი ევროპულ კონტინენტზე, ანუ Eagle Hills-ის პროექტები დასრულებული არ არის, თუმცა აქტიურ ფაზაშია შესული. მათ შორის დიდი პროექტები აქვს მას არაბულ სახელმწიფოებში. ყველაზე გამოსარჩევია ეს არის ბაჰრეინის პროექტი, რომლის 56% დაახლოებით უკვე დასრულებულია და დაწყებულია აი ამ ესე იგი ინფრასტრუქტურის გაყიდვა მეორადულ ინვესტორებზე. რაც შეეხება საქართველოში არსებულ აი ამ ორ დიდ პროექტს, რომელიც ერთი ითვალისწინებს თბილისში და ხოლო მეორე ბათუმში, გონიოს სანაპიროზე. პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნას, სასტუმროების ბიზნესის და ასე შემდეგ, ხო, რაც არის, რაც ყველასთვის ცნობილია. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რაც ჩვენთვის არის ესე იგი ცნობილი, სახელმწიფო ფლობს ამ საერთო პროექტის 33%-იან წილს, რაც გამომდინარეობს მისი თანამონაწილეობით მიწასთან მიმართებით, სხვა ფინანსური ვალდებულებაზე აქ საუბარი არ არის, როგორც ამას ამბობენ მათ შორის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგადად ამ სფეროსთან დაახლოებული პირები, ვინც მეტ ინფორმაციას ფლობს. რა გახდა აჟიოტაჟის საგანი? აჟიოტაჟის საგანი გახდა თავიდანვე ის, რომ ჯერ ეს კომპანია იყო არაბული კომპანია და არაბული ინვესტიცია. შესაბამისად, ბევრ ადამიანს, ზოგს ალბათ გულწრფელად, ზოგს რაღაცნაირად ალბათ გარკვეული მიზანი მიმართულად ქონდა მცდელობა იმისი, რომ შემოეტანა გარკვეულწილად ქსენოფობიური მახასიათებელი ამ საკითხის განხილვაში, ეს არაბიზაციის საფრთხე და საუბარია ხაზი გაუსვეს ისტორიულ კონტექსტს, გაიხსენეს მურვანყრუ, გაიხსენეს რაღაცა მე-7 საუკუნის არაბული დაპყრობები და ასე შემდეგ. თუმცა თუ საუბრობთ ჩვენ რაღაცა ისტორიაზე, მაგ მხრივ ალბათ ისტორია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას მის რეგიონში ყოველთვის ქონდა რაღაც კონფლიქტური პერიპეტიები, ზოგს უფრო მკვეთრად გამოხატული, ზოგს ნაკლებად, ხო? მათ შორის არც საქართველო არ იყო გამონაკლისი და ჩვენ ომი ქონდა არა მხოლოდ დაუშვათ არაბებთან, ირანელებთან, ოსმალოებთან, ბერძნებთან, ანუ ამ შემთხვევაში ყველაზე ევროპულ ხალხთან, რუსებთან, აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, ჩრდილოეთ კავკასიასთან და ამ ესე იგი ასეთ ისტორიულ პერიპეტიებს თუ მივყვებით, არავისთან არ უნდა დავამყაროთ რეგიონალური ურთიერთობა და მათ შორის არც რაღაცა პირდაპირ ინვესტიციები უნდა ვეძიოთ აი ამ რეგიონალურ აქტორებთან, მათ შორის ისეთ ძლიერ აქტორებთან, როგორიც შეიძლება იყოს არაბული სამყარო და განსაკუთრებით გაერთიანებული ემირატები, რომელიც თუ პოლიტიკურად გადავხედავთ, ამ ბოლო ხანებში საკმაოდ აქტიურობს ხოლმე თუნდაც ისრაელის კონფლიქტის, ან თუნდაც კავკასიური კონფლიქტის დარეგულების საქმეში, თქვენ კარგად გახსოვთ, როგორ ცდილობდა გაერთიანებული ემირატები ყოფილიყო რაღაცნაირად მედიაციური პოლიტიკური სივრცე დასავლეთსა და რუსეთს შორის და ასევე ახლო აღმოსავლეთში. ანუ თვითონ ეს პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანებული ემირატები არა მხოლოდ ეკონომიკური სიმძლავრების გამო არის საინტერესო, არამედ საკმაოდ დიდი რაღაცნაირად პოლიტიკური ლავირების მექანიზმი გააჩნია და ცდილობს, რომ ასე დამკვიდრდეს დიდ გეოპოლიტიკურ რუკაში. ეხლა რომ დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას. მოდი გავყვეთ ეხლა პუნქტობრივად ყველა იმ საკითხს, რაც საზოგადოების მხრიდან აღშფოთების საგანი გახდა და გავაანალიზოთ, რამდენად აქვს საფუძველი მას.
და რაც თავარია მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ მაქსიმალურად ობიექტურად წარმოაჩინო როგორც რისკები ასევე ის პოტენციალი რომელიც ამ პროექტს გააჩნია. პირველი ეს არის რაღაცა ემოციური სატყის ემდგომი და თავარი ღელვარების საგანი გახდა ზოგადად არაბიზაციის საფრთხე და ამას ეს გააძლიერა კიდევ იმან რომ ესე იგი იმედის ეთერში კომპანიის დაფუძნებელმა წარმომადგენელმა თქვა ესეთი რაღაცა რომ ამ პროექტის 60% დაახლოებით გათვლილი იქნება უცხოური ბაზრისთვისო და ნუ ამან კიდევ უფრო მეტად არგუმენტი მისცა სკეპტიკოსებს რომ აი ხომ გეუბნებოდით არაბიზაციის საფრთხე აშკარაა და რეალურია იმის გარდა რომ მხარეთა შორის შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. აი ამ ორი საკითხი ცოტა ხანი დავაპაუზოთ და ვისაუბროთ არაბიზაციის საფრთხეზე და ვისაუბროთ იმაზე რომ პარალელურად ხშირად გაავლეს ევროპულ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა ევროპაში აქტიურია ეს მიგრაციული პრობლემები და ამას თავისი რაღაც პოლიტიკური წარსული გააჩნია. მათ შორის ის რომ ხა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ვიღაცამ ჩაიტანა არაბეთიდან ან აზიიდან პირობითად პირდაპირ ინვესტიცია და ამას მოყვა ეს უცხოელების და იმიგრანტების ნაკადი ეს არის სიცრუე მეგობრებო ხელნაკეთი ნავებით ცდილობენ აფრიკინა და აზიიდან გადაიარონ სიცოცხლის რისკის ფასად ხმელთაშუა ზღვა და მოხდნენ ევროპაში და ამას თავის ძიმე სოციალური ფონი განაპირობებს და გარდა ამისა ის კონფლიქტები რომელიც საკმაოდ ცხელი და აქტიური იყო ამ რეგიონებში, განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ისლამური სახელმწიფო და მის მიერ მომდინარე საფრთხეები და სირიის ტოლვითა ბანაკები და ეს ევროპული პოლიტიკის ნაწილი იყო. ანუ ევროპა თვითონ იყო ღია და ამას ესე იგი ევროპელი ლიდერებიც დაწყებული ანგელა მერკელიდან გაგრძელებული დღევანდელი ადმინისტრაციამდე და ზოგადად ევრობიუროკრატიამდე ისინი ღია იყვნენ და ნებელობა აშკარა იყო რომ მიეღოთ ეს ტოლვითა ნაკადები და თქვენ ისიც გახსოვთ რომ ხშირი იყო გერმანიის შემთხვევაში რომ მიგრაციული სტატისტიკა იმალებოდა არასაჯაროებდნენ იმ კრიმინალურ ვითარებას რომელიც დიდი წილი მოდიოდა მიგრანტებზე რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ნებელობა შეინარჩუნებინათ. ანუ შედეგი იმისა რომ დღეს რაც ხდება ევროპაში ეს არ არის რაღაცა ინვესტიციებს მოყოლებული ხალხი, ეს არის მათი მიგრაციული პოლიტიკის გამოხატულება, რაც წლების წინ დაიწყო ევროპამ და ევრობიუროკრატიამ. ამის დაპარალელება არის არაადეკვატური და რეალობაში მიზნად ისახავს იმას, რომ ზოგადად ეს არაბიზაციის შიშები გააძლიეროს ამ პროექტთან მიმართებით. რაც შეეხება კომერციულ საიდუმლოების ცნებას. კომერციული საიდუმლოება ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 7 მილიარდიან პროექტია საუბარი, გარკვეულწილად ბუნებრივია და მათ შორის ლეგიტიმურ კითხვის ნიშანსაც სვავს იმ მხარეთა მიმართ, ვინცაც აინტერესებს თუ რა შეიძლება იმალებოდეს იმის გათვალისწინებით, რომ 7 მილიარდი არ არის ის ნახა, რომელიც ჩვენს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში რომ ყოველდღიურად შემოდიოდეს. ზოგადად კომერციული საიდუმლოება წარმოადგენს მე თქვი ისიც რომ 15 სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს იგივე ხილსი მსგავსი ტიპის პროექტებს და ყველა ასეთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის შეთანხმებების სარგებლობენ ამ სტატუსით, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი უნიკალური კულტურა, თავისი უნიკალური საინვესტიციო გარემო, თავისი უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრები. შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმება დგება ინდივიდუალურ დონეზე ამ პარამეტრების გათვალისწინებით. შეიძლება იგივე ხილს აქვს რაღაცა საერთო პოლიტიკა, რასაც ეს დინარისპიეთის პროექტების წარმოება ქვია და ისინი ცდილობენ მონახონ მზარდი ეკონომიკური სარგებლის მქონე ქვეყნები და არ ახორციელებენ დაუშვათ ინვესტიციას, ასე იგი უკვე ჩამოყალიბებულ ბაზრებზე იქნება ეს ცენტრალური ევროპა თუ ამერიკა, იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ მათი ინვესტიცია არ უნდა იყოს მოკლევადაზე გათვლილი, არამედ გრძელვადიანი და ცდილობენ გარკვეულწილად მომგებიანი პოზიცია დაიჭირონ თავიდანვე მსგავსი ტიპის ბაზრებზე და ქვეყნების მეტყველებს თავად ამაზე, ეს არის სერბეთი ხო, ბალტიისპირეთი, ხორვატია, ევროპის ბაზარზე თუ ვისაუბრებთ, სადაც პოტენციალი განვითარების ჯერ კიდევ დიდი მზარდია და მათ აქვთ დაუშვათ ამ ინვესტორებს შანსი იმისა, რომ ამ მზარდ დინამიკაში თავიდანვე მომგებიანი პოზიცია დაიჭირო. შესაბამისად, ახლა ყველა ამ ქვეყანაში ეს კონტრაქტები არის კომერციული საიდუმლოება და ნუ ღელვარების საგანი ბუნებრივია შეიძლება არა მხოლოდ ქართულ აუდიტორიისთვის იყოს ესეთი კომერციული საიდუმლოების არსი, არამედ სხვა ტიპის აუდიტორიისთვის, თუმცა ეს არის ბუნებრივი მოვლენა და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის შეთანხმებები დაფუძნებულია ინდივიდუალურ ლოკალურ
პირობებზე. შესაბამისად, ყველა ესეთი ტიპის ვაჭრობა, იმიტომ რომ ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად მომგებიანი პოზიცია დაიჭიროს, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელმწიფოებზე, ჩვენ შემთხვევაში ეს არის 33%-იანი წილი, ეს მსგავსი წილადობრივი, ასე იგი, სხვაობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის გარიგება შედგება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარიგება იყოს უნიკალური და არ ქონდეს პრეცედენტი სხვა მომრიგებელთან, მარტივად რო ვთქვათ, ამიტომაც ეფუძნება მსგავსი ტიპის შეთანხმებები კომერციული საიდუმლოების სტატუსს. ეხლა რაც შეეხება, როცა ასე იგი იმედის ეთერში ითქვა, რომ 60% რაც ინვესტორმა გაახმიანა, იქნება ძირითადად ორიენტირებული უცხოური ბაზრისთვის. აი თუ გადავხედავთ სხვა ტიპის პროექტებს, რომელიც მათ განახორციელეს, და არა მხოლოდ მათ, იგივე აი მსგავსი ტიპის ინვესტიციებზე რო ვისაუბროთ რა. უმრავლეს შემთხვევაში ესეთი მაღალი ლაქშერ ტიპის ინფრასტრუქტურა იქმნება მეორეული ინვესტორების მოსაზიდად, ანუ იმ ტიპების მოსაზიდად, რომლებიც ზადარიან გადაიხადონ იმაზე დიდი ფული, ვიდრე შეიძლება ეს უზრუნველყოს ადგილობრივმა ბაზარმა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კი ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს განვითარებად სამყაროს და საქართველოს სამწუხაროდ არ არის ხა ისეთი ეკონომიკური მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელსაც შეიძლება უწოდოთ განვითარებული ეკონომიკა პირიქით, ხო? 1000 სოციალური გამოწვევის წინაშე ვარ და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ამიტომაც არის აღებული 60%-იანი წილი და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ტიპის მეორეული ინვესტორი რაც ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ იქ რო შეიქმნება რაღაცა ახალი ტიპის სასტუმროები, როგორც ეს ხდება ხოლმე, მაგალითად იგივე ბათუმში, იგივე თბილისში ახალი ტიპის სასტუმროებთან მიმართებაში უამრავი რეკლამა შეგვხვედრია ჩვენ, რომ შეიძინა ჩვენთან აპარტამენტი და ჩვენ მე უზრუნველყოთ მის უბრალოდ კომერციულ მომგებიანობას, ამას გავაქირავებთ და ასე შემდეგ, ხო? 40% როცა მოდის ადგილობრივ ბაზარზე, რაღაც წინასწარი დათვლების შედეგად არის. ალბათ სავარაუდოდ მე არ მაქვს ამის ინფორმაცია გაწერილი მსგავსად, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ყველა ესეთ ტიპის პროექტებში გათვლები დაახლოებით ამ პროცენტულ განაწილებაში შესაბამისად, რისკი იმისა, რომ ამ 60%-ს მოყვებიან ესეთი ხო რაღაცა მურვანყრუს და მსგავსი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები ნაკლებია. ჯერ იმიტომ, რომ ამას საკუთარი ძლიერი დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება და მეორე იმიტომ, რომ სულ არნიშნავს იმას, რომ ინვესტიცია არაბულია, ამას რაღაცა ვიწრო ეთნიკური ხაზი ექნება და არ დაინტერესდებია მაგალითად ევროპელები თქვენთვის საინტერესო კონტინენტის წარმომადგენლები ან თურქები ან სხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ჩადონ ესეთი განვითარებად პროექტებში ინვესტიციები და ამით საკუთარი ფინანსური სარგებელი იპოვონ. და ეს ბუნებრივი პროცესია. ეხლა რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, რომ აქ თუ არა დაუშვათ, ანუ ეს მოიტანს თუ არა ეს პროექტი ქართველებისთვის სარგებელს და აქ თუ 60% იმიტომ არის გათვლილი უცხოელებისთვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უნარიანობა ნაკლებია და ისევ უცხოელები იყიდიან და ამას ქართველისთვის სარგებელი არ იქნება. საუბარია ამ რიტორიკის დონეზე რომ დავდივართ, საუბარია რა თქმა უნდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფინანსური რესურსები მწირი აქვს. და რასარგებელი შეიძლება მოიტანოს გასი ტიპის ინვესტიცია, რო გავშალოთ ჩვენს რეალობაში. პირველი ის რომ ნებისმიერ ტიპის ინვესტიცია რა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ იგილხილსის 3-6 მილიარდიან პროექტზე. ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია, პირდაპირ ინვესტიცია მიბმულია დასაქმების ბაზარზე. ანუ ზრდის დასაქმებულთა რაოდენობას. ეხლა რო იფიქროთ თქვენ რომ ეს იგილხილსიო ჩამოიყვანს მუშახელს არაბეთიდან, წარმოიდგინეთ რა დონის წამგებიანი ის უნდა იყოს, ხო? სტრატეგია რომ ათასობით მუშა ჩამოიყვანოს აბუდაბიდან და ასაქმოს თბილისში და გონიოში და მე ვფიქრობ რომ არაბები უფრო მეტად გათვითცნობიერებული ხალხი არიან განსაკუთრებით ვაჭრობაში, შესაბამისად ესეთ წამგებიან პოზიციას არ აირჩევენ. რა თქმა უნდა ვიღაცები ჩამოვლენ და საუბარია ალბათ რაღაც განსაკუთრებულ წოდნის მქონე ან რაღაცა თავიანთი შეთავაზება იქნებათ მაგალითად ზედამხედველო სამუშაოებზე. მოკლედ ვიღაცები ჩამოვლენ, როგორც მაგალითად ჰუალინგის ინვესტიცია განხორციელდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოყვა მას გარკვეულწილად ჩინელების, თუმცა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი სამუშაოებისა იყვნენ დასაქმებულები ქართველები და რა ვიცი, მე ნამყოფი ვარ ჰუალინგში, იქიდან გამომდინარე რომ ახლოს არის ჩემს უბანთან. ნამყოფი ვარ ბევრჯერ არაერთხელ და გაჩინელებული თბილისის ზღვა მე არ მინახია.
შემხედრია ჩინელებიც, ევროპელებიც და უდიდესი ნაწილი არიან ქართველები. ანუ ჰუალინგის მაგალითზე რომ ვთქვათ, მაგალითი გვაქვს იმისა, რომ იქ რაღაცა ადგილობრივი ჩინური კომუნა და მას მოყოლილი ტრიადა არ შექმნილა. პირიქით ქართული საუბრები არის ძალიან ხშირად და სასიამოვნოა კიდევაც. ხო და რაც შეეხება ამ მუშახელს, ბუნებრივია დასაქმდება უდიდესი წილი იქნება ადგილობრივი ქართული მოსახლეობა, ეს უფრო მეტად იაფიც იქნება და პირიქით ჩვენს შემთხვევაში სარგებლობასაც მოიტანს. მეორე ის რომ 6 მილიარდის ინვესტიცია შემოვა, ამას მოყვება უამრავი საგადასახადო პროცედურა, ხო? აი, საქმიანობის ყველა ეტაპზე, მოკლედ აი, იქნება ეს პროექტის შეთანხმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გადასახადები, ხელფასები, მოკლედ ყველა ეტაპზე მოყვება მას საგადასახადო ვალდებულებები და ეს თანხა თავისთავად აისახება ადგილობრივ ბიუჯეტში. მესამე, განვითარდება ინფრასტრუქტურა. და ინფრასტრუქტურის განვითარებას, როდესაც მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, მოსდევს ერთი ძალიან პოზიტიური შედეგიც. აი მაგალითად თქვენ თვალწინ განვითარდა მსგავსი ტიპად, მაგალითად განვითარდა ბათუმი, ხო? აი თუ გახსოვთ ახალი ქუჩა რო გაიხსნა და ლას-ვეგასს რო ეძახიან, პოპულარული ქუჩაა, მოკლედ. და იქ ესეთი მსგავსი ტიპის პირდაპირ ინვესტიციები განხორციელდა. როგორც კი მსგავსი მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა შეიქმნა, ამან დამატებითი мотиваცია მიცა მის გარშემო მიმდებარე ტერიტორიას, რომ გაგვთარიყო ინვესტორებისთვის, ესე იგი, ინტერესის ობიექტი. და მართლაც დღესაც თუ ჩახვალთ ბათუმში და ადგილობრივ მოსახლეობას დაელაპარაკებით, 10 ადამიანიდან 6-ის, ესე იგი, ეკონომიკური პერსპექტივა არის ის, ну, შეიძლება ამ შემთხვევაში სამწუხარო, იმიტომ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების საშუალებას ამ შემთხვევაში შეიძლება არ იძლეოდეს, თუმცა 10 ადამიანიდან 6 გეტყვის იმას, რომ მისი ძველი корпуსი აღებაში მოხდება, ანუ მოვა ინვესტორი, მოახდეს დემონტაჟს, ჩადგავს იქ რაღაცა თანამედროვე ინფრასტრუქტურას, გაიზრდება მისი უძრავი ქონების ფასი, ის დაკმაყოფილდება იგივე, ესე იგი, უძრავი ქონების ფართობით, რასაც ფლობდა და პირიქით უფრო მეტად გაიზრდება მისი შემოსავალიც, ხო? ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ნუ ვისურვებ იმას, რომ ვინც ამას აკეთებს და ვინც ამას ფიქრობს, რომ მიღებული თანხა მერე მიზნობრიოდ ისე დახარჯოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაიმჯობესოს და ერთჯერადი სარგებელი არ იყოს ეს და აი ამ მაგალითზე დაყრდნობით შეიძლება თქვა, რომ ესეთი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები ბიძგს აძლევენ გარშემო ინფრასტრუქტურას განვითარებისთვის და ბიძგს აძლევენ გარშემო რეგიონებს ეკონომიკური გაძლიერებისთვის და იზრდება, ესე იგი, უძრავი ქონების ბაზარი, იზრდება სამოხმარებლო ბიზნესი და ასე შემდეგ. მესამე რაც კიდე მთავარია. ის მითქნა გამომდინარე, რომ ეს პროექტი არის სამოხმარებლო ბიზნესის ინვესტიცია, ანუ სამოხმარებლო ბაზარზე გადის და არა ინდუსტრიულ ეკონომიკაზე. ბიძგს მიცემს ისეთი ტიპის ადამიანების კარიერულ განვითარებას, როგორც არის ეგრეთ წოდებული მენეჯერული კლასი, ესე რომ ვთქვა, სოციალისტური ტერმინი რო გამოვიყენოთ, მემარცხენე ტერმინი. იქიდან გამომდინარე, რომ ორიენტირებული იქნება სამოხმარებლო ბიზნესზე და სამოხმარებლო ეკონომიკაზე. ამით საშუალება იქნება ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის საქართველოში, რომ ისარგებლონ შრომით ბაზარზე გამოჩენილი აი ამ დიდი პერსპექტივით, რომელიც უფრო მეტად მაღალანაზღაურებადი იქნება, ვიდრე შეიძლება რაღაცა იგივე თანამდებობა სხვა რეგიონში პირობითად, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება რაღაც high class-ის ინფრასტრუქტურა, ბიძგს აძლევს, რომ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ. ეს ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი სარგებელი რა შეიძლება კიდე იყოს ამ პროექტის. ეს არის უსაფრთხოება. ჩვენი რეგიონი საქართველო იმ კრიტიკული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც არის დღეს რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, იქიდან გამომდინარე, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და უკრაინის ომი არათუ რაღაცა სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ, არამედ პირიქით ესკალაციისკენ მიდის და ჩვენ ნახეთ, როგორ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომ შექმნა ბირთვული რეაქტორზე დაფუძნებული ახალი ფრთოსანი რაკეტა ბურესნიკი, შეიქმნა პოსეიდონი ბირთვული პოტენციალის მქონე შეიარაღება იქ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოუწოდა ომის დეპარტამენტს ახალი ტიპის ბირთვული იარაღის გამოცდისაკენ. ანუ ესენი უბრალოდ განაცხადებები არ არის და ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ანუ ამ დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე
და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე, სადაც რეგიონალური ლიდერები, მათ შორის თურქეთის ცდილობს იქ სირიაში გაემტკიცოს თავისი ძალაუფლება, იქ აზერბაიჯანმა გააღიდგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა, მინდის ძვრები და პლუს ამას სოფლიო პოლიტიკაზე გამოჩნდა ჩინეთი, რომელიც ახალი რაღაცა დიდი პოლუსი, ალტერნატივა დასავლეთისა. ამის ფონზე რომ საქართველოს ახერხებს რომ 6 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდოს მის ქვეყანაში, ეს ერთპიროვნულად და ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ექნება მყარი ეკონომიკური საფუძველი. ეხლა არავინ, ესე იგი, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ამხელა თანხას, ამხელა თანხას კი არა, ადამიანურ ენაზე რო ვთქვა, ასლარს არ ჩადებენ ისეთ გარემოში, რომელიც არასტაბილურია. შესაბამისად, ის რომ მოლოდინები იქნება საინვესტიციო ბაზარზე, მათ შორის რეგიონში და რეგიონული ურთიერთობების გამყარება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი არსებული სოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე და ეს მოლოდინების კაფიო მაგალითი რო იქნება რომ ვიღაცა დაუშვათ გაერთიანებული საამიროებიდან 6 მილიარდებს საქართველოში ბიძგს აძლევს სხვა ინვესტორებს რომ განახორციელონ ანალოგიური ტიპის პროექტები მარტივი მიზეზთა გამო, იმიტომ რომ როგორც ანუ ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და პროცესია იმისა რომ ერთმანეთს დაასწრონ აითვისონ ბაზრები. ამას ემატება ის რომ ეხლა ეს ტიპის პროექტი ტყუილუბრად არ მოსულა, ხო? ამას ემატება თავისი კიდე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პროექტები, როგორც არის ანაკლია. ანუ ანაკლის პროექტის ინიცირება და აბრეშუმის გზის პროექტის მაქსიმალურად ხელშეწყობა უძღვნა ის რომ მსგავსი ტიპის ინვესტიციების მიზიდვა და მოზიდვა ხდება შესაძლებელი. რაც შეეხება იმას რომ იცი რა სამოხმარებლო ბიზნესი ეს უფრო მეტად მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ადამიანებს წრეში ტრიალებს გავსი ტიპის შეხედულებები სამოხმარებლო ბიზნესი თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია იმისაკენ რომ რაღაცა თვითონ სიტყვას გვეუბნება ხო რაღაც მარტივად ვთქვათ ფულიანი ტიპების მომსახურე პერსონალად უნდა ვიქცეს საქართველოს ანუ ეს ტიპის არგუმენტაცია ხდება ხოლმე სოციალურ მედიაში და ადამიანებში ხო ვინც სკეპტიკურად არიან განწყობილები მოკლედ აი ამაზეც რო გადავიდეთ და ბოლოს ალბათ დასასრულისკენ წავიდეთ საქართველოს სამწუხაროდ არის პატარა ქვეყანა შესაბამისად პატარა ქვეყანას არ გააჩნია დიდი შრომითი ბაზარი ანუ მისი შრომითი ბაზარი არის ძალიან მცირე მათ შორის გასაღების ბაზარიც, ხო, ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული. არ გვაქვს სამწუხაროდ ბუნებრივი რესურსები ისეთი რაღაც დიდი, როგორც შეიძლება ქონდეს აზერბაიჯანს. შესაბამისად, ინდუსტრიაზე, ანუ წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკის შექმნა ძალიან რთული. ამიტომაც არის, რომ იმპორტირებული საქონელი ჩვენ შიდა ბაზარზე, ასე იგი, წარმოებულ საქონელზე ბევრად უფრო იაფია და კონკურენციაში ჯობნის. რაც საუნა ვეცადო მე რომ დავასუბსიდირო ხო ადგილობრივი ქართული წარმოება აი სოფლის პროდუქტებზე რო წავიდეთ ხო რაღაცა უშუალოდ პამიდორი ქართული ხის 10 ლარი ეს ოპოზიციას ახასიათებს ხოლმე აი წინა საარჩევნოდ რომ მოიტანენ ფასებს რო ადარებენ ხო ქართული წარმოების ესე იგი დავხოთ პროდუქტი ღირს 10 ლარი ის ყოველთვის უფრო მეტად ძვირი იქნება ვიდრე შეიძლება იყოს იგივე ჩინური წარმოების ან თურქული წარმოების იმიტომ რომ მუშახელი უფრო მეტია გასაღების ბაზარი უფრო მეტია და აქედან გამომდინარე სახელმწიფო ბუნებრივად ვერ შევა მსგავსი ტიპის კონკურენციაში. თუ შენ ადგილობრივი წარმოების რაღაცა მასიური წარმოებაზე არ გადახვედი. მასიურ წარმოებას ჭირდება რესურსი, ხო? ჩვენ არ გაგვაჩნია მასიურ წარმოებაში გულისხმობა იმას, რომ იმისათვის რომ შენ პამიდორი მოიყვანო, პირობითად ჭირდება სხვა ტიპის, ბევრი ტიპის წარმოების შექმნა, რომ ამის ფასი თვითღირებულება არ იყოს ბევრად ძვირი ვიდრე იმპორტირებული საქონელისა. ამიტომ ინდუსტრიულ ეკონომიკის შექმნას ჭირდება ძალიან დიდი რესურსი. შესაბამისად, ეს რესურსი ქვეყანას ჯერჯერობით არ გააჩნია. რა თქმა უნდა, მე ვისურვებ, რომ ჩვენი ქვეყნის რაღაცა ეკონომიკური განვითარების მოდელი ორიენტირებული იყოს იმისკენ, რომ ესეთი ტიპის ინდუსტრიები შეიქმნას და ხელი შეუწყოს და არის სხვადასხვა პროექტების კიდევაც, თუმცა უფრო მასშტაბური და უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, თუმცა რეალობა ესეთია. შესაბამისად, ხდება ერთ-ერთი რაღაცა უზრუნველყოთ უცხოური ინვესტიციები და სწორი მოდელი როგორი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში მე ვიტყვი და მე თქვენი აზრი გამოთქვით კომენტარებში. უზრუნველყოთ პირდაპირ ინვესტიციები, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნებოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და სარგებელზე და ამონაგები თანხა მაქსიმალურად ჩავდოთ ისეთი ტიპის ინდუსტრიების განვითარებაში, რომელიც ჩვენ წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკას საფუძველს შეუქმნიდა. უპირველესად ეს არის განათლება, იმიტომ რომ
თქვი კიდევაც რომ ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ბუნებრივი რესურსები დიდარი, მიუხედავად იმისა, ვისაც არ უნდა ეწყინოს და მოსწონდეს ქართული სოფლის ნობათი ვერ იქნება მაგალითად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი. შეუძლებელია პატარა ქვეყანა ხარ და ჩვენ შეგვიძლია ხარისხზე წარმოებულ კონკურენციაში შევიდეთ, როგორც მაგალითად ქართული ღვინოა ამ შემთხვევაში და სასიამოვნოა რომ ბევრი ახალი მეწარმე ცდილობს რომ ტექნოლოგიები შემოიტანოს და ხარისხზე ორიენტირებულ კონკურენციაში შევიდეს, თუმცა ესეც რაღაცა მცირე მასშტაბის არის. ერთადერთი რაც შეგვიძლია ჩვენ შევქმნათ და საფუძვლად დაუდოთ ჩვენს ინდუსტრიულ ეკონომიკას, ეს არის განათლება და ინტელექტუალურ აქტივზე დაფუძნებული ინდუსტრიები. ანუ ადამიანები მიიღონ განათლება, შექმნან რაღაცა ახალი გამოგონება მომსახურების სფერო, ანუ ინტელექტუალურ აქტივზე დაფუძნებული პროდუქტი და ამით უზრუნველყოთ ჩვენი ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია. სხვათა შორის თუ გაიხსენებთ თქვენ რომ პირველი შეხვედრა შედგა ჩვენ ხელისუფლებასა და იგალ ხილსის წარმომადგენლებს შორის, იქ ითქვა კიდევაც და ბევრს ასაცილოდაც არ ეყო რომ აბუ-დაბიში და დუბაიში აგზავნიანო ჩვენ სტუდენტებს. იქ ითქვა კიდევაც რომ ხელს შეუწყობდნენ, ანუ ამ ინვესტიციის თამდები პროცესი იქნებოდა ის, რომ ხელს შეუწყობდნენ ქართველი სტუდენტებისა და ქართველი ახალგაზრდების უზრუნველყოფას თანამედროვე ცოდნით, რომელიც პირველ რიგში არის ორიენტირებული ტექნოლოგიურ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი ესე იგი შევაჯამოთ, მე მესმის რომ არსებობს რაღაცნაირი მოლოდინები, იმიტომ რომ ჯერო ამ ხელა ტიპის ინვესტიცია და ყველას აქვს ლოგიკური კითხვა რომ ამ ფულს ყოველთვის მოყვება ინტერესები და რა არის ეს ინტერესები, რომ თვალნათელი იყოს, თუმცა არ შეიძლება რაღაც ემოციურ საპირისებზე მდგომ პიონერებად ვიქცეთ და ხელი შეუშალოთ თუნდაც დაშვების დონეზე არსებულ ვარიანტს იმისა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. და არ ვიცი, ჩვენ თუ ხელი შეუშალეთ უცხოურ ინვესტიციებს, ხელი შეუშალეთ ეკონომიკურ განვითარებას, ვიქნებით ისევ იმ რეალობაში, რომ უამრავი სოციალური გამოწვევის წინაშე და იმ პრობლემებში დღეს ვართ. და პირიქით უარეს, იმიტომ რომ ეკონომიკურ განვითარებას და მდგრად განვითარებას ერთი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია, რა თუ ამას არ მიაწვდი ეგრეთ წოდებულ საწვავს და არ დაბუსტავ გარე ჩარევებით პირობით და შიდა ინდუსტრიით, ის ნელა უკან წავა და ეს რეალობა კიდევ უფრო უარესი გახდება. კარგია ის რომ მაგალითად დღეს ხა როცა ეს ვიდეო იწერება, შეხვდა დებატები გირჩი ტივიზე, კონსერვატორები და ქართული ოცნების წარმომადგენელი გურამ ნიკოლაიშვილი ერთმანეთში ამ თემაზე საუბრობდნენ და კარგია რომ ეს გავსი ტიპის სასაუბრო პლატფორმა შეიქმნა. და ხელისუფლებისთვის ალბათ უკეთესი იქნება რომ თუ რადგანაც ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ასეთი ტიპის ინვესტიცია ჩვენ ეკონომიკას, ჩვენ დრად განვითარებას წაადგება, საფრთხე არის იმისი რომ ვიღაცეება მოახდინონ მანიპულაცია ამ თემით და ხელი შეუშალონ მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელებას, ამიტომაც ხელისუფლებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ის თუ მაქსიმალურად უზრუნველყოფს ინფორმაციულ ანუ ისაუბრებს ამ თემაზე და მისცემს საზოგადოებას ყველა კითხვაზე შესაბამის პასუხს. პროცესი იქნება დაახლოებით 5 წლიანი, როგორ ამდენად ცნობილია და წინასწარი გათვლებით 2%-იან ეკონომიკას ზრდას მოიტანს ყოველწლიურად მსგავსი ტიპის ანუ ეს კონკრეტული პროექტი. 5 წლის მასშტაბით ჩვენ დავინახავთ უამრავ პროცესს, რომელიც ქვეპროცესებია, მაგალითად იგივე ნებართვის აღებების შეთანხმება მუნიციპალიტეტთან, რომელიც საჯარო იქნება ნებისმიერი ტიპის პროცედურა. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ კიდევაც ამ პროცესის განვითარებას და პროექტის წინსვლას და ყველა ისეთი კრიტიკული კითხვის ნიშანი, რომელიც გვექნება ხმამაღლა გავაჟღეროთ, თუმცა თუ არ მოგწონს ქართული ოცნება, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ ქვეყნის მტრებად ვიქცეთ. ეს პროექტი არც ქართული ოცნების არ იქნება და არც ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების. ეს პროექტი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების და შესაბამისად არც იმას არ ვიძახი, რომ კითხვები არ დავსვათ, თუმცა იმაში არ გავერიოთ, რომ მურვაყრუში თავმოყრები მოდიან და ქართველო ხელი ხმალს იკარს. საკმარისი ლექსები, საკმარისი პოემები ვისმინეთ აქციებზე, არა მარტო წელს, მთელი ამ წლების მანძილზე და გაიზარდა თაობა უკვე, ხო? დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრები თაობა უკვე 30-35 წელს მიაღწია, უფრო მეცაც და წარმოიდგინეთ, ისევ საუბრობთ იგივე თემებზე.
დაამთავრდა ლექსების, პოემების ეპოქა და შეგვიძლია აი ამ სპეკულიანტებს, რომლებმაც ჩვენ თვალწინ ბევრი კონცერტი ჩაატარეს, ხო? ამ სპეკულიანტებს უარი უთხრათ და კრიტიკული აზროვნება დავიწყოთ რეალური და თუ რაღაცა კრიტიკული კითხვები გაგვაჩნია, ამ პლატფორმებით უზრუნველყოფა მოვთხოვოთ ხელისუფლებას. გისურვებთ წარმატებასა და ვიცოდეთ იმას, რომ ბევრი ჩვენი ქვეყნისთვის სასაგებლო ინვესტიცია მოვიზიდოთ და ამის ფონზე ვეცადოთ, რომ შევქმნათ ინტელექტუალურ აქტივზე დაფუძნებული, ანუ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური ინდუსტრიული გარემო. მადლობა ყურადღებისათვის.